მოგესალმებით, მე გახლავართ ბაკურ კვარაცხელია და წარმოგიდგენთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყოველკვირეულ რუბრიკას საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მიერ. რუბრიკის დღევანდელი თემაა ტრანსფორმაციული მმართველობა. ეს არ არის ახალი სამართლებრივი კონცეფცია, არამედ გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც ბიზნესს მოუწოდებს იყოს უფრო ეთიკური, გამჭვირვალე, ინკლუზიური და ანგარიშვალდებული. მისი მიზანია კომპანიებმა გააძლიერონ კორპორაციული პასუხისმგებლობა, გააუმჯობესონ გარემოს დაცვითი, სოციალური და მმართველობითი ESG მაჩვენებლები და ხელი შეუწყონ საჯარო ინსტიტუტების კანონმდებლობისა და სისტემების გაძლიერებას. ეს ნიშნავს კეთილსინდისიერების, სამართლიანობისა და ინკლუზიურობის კულტურის ჩამოყალიბებას, რომელიც სცილდება სამართლებრივ ფორმალობებს. საკითხი ეხება არა მხოლოდ იმას, თუ რა არის კანონიერი, არამედ იმას, თუ რა არის სწორი. ამ ყველაფრის საფუძველია მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი, რომელიც ითვალისწინებს მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნას, მართლმსაჯულებაზე ყველასთვის ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების გაძლიერებას. ტრანსფორმაციული მმართველობის ინტეგრირებით კომპანიებს შეუძლიათ დადებითი გავლენა იქონიონ იმ გარემოსა და საზოგადოებაზე, სადაც ისინი ფუნქციონირებენ. სწორედ ამას უწოდებთ ჩვენ მდგრად მმართველობას. გაეროს გლობალურმა შეთანხმებამ შეიმუშავა თვითშეფასების ინსტრუმენტი კომპანიებისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე. ეს ინსტრუმენტი კერძო სექტორს დაეხმარება ტრანსფორმაციული მმართველობის პრინციპების დანერგვასა და პროგრესის გაზომვაში. ყოველივე ამაზე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის, ისევე ადგილობრივი კერძო სექტორი თვალსაზრისის და ამ მიმართულებით მათი საქმიანობის შესახებ სასაუბროდ, დღეს სტუდიაში მოვიწვიეთ გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიამ პანძელაძე და სელფის ეთიკისა და კომპლაიენსის სამსახურის ხელმძღვანელი ია მამეიშვილი. მარიამ, თქვენით დავიწყებ. მიმოვიხილე მოკლედ ეს ჩვენი ახალი მიდგომა, რომელიც გულისხმობს ტრანსფორმაციულ მმართველობას. თქვენი ორგანიზაციის კუთხით დანახული მაინტერესებს, რამდენად მიესადაგება იგი თქვენი პრინციპები ჩვენი ტრანსფორმაციული მმართველობის ზოგად ფართო ხედვას. მოგესალმებით პირველ რიგში და თავიდანვე დავძენ რომ გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის არის პირდაპირ კავშირში ტრანსფორმაციული მმართველობა, რადგან თქვენ სწორად აღნიშნეთ. ეს არის გარემო, ეს არის კულტურა, რომელიც უნდა დამკვიდრდეს საზოგადოებაში, დამკვიდრდეს დასაქმების სფეროში, იმისთვის რომ შექმნილი იყოს გარემო მოსახლეობისთვის. გაეროს მოსახლეობის ფონდი უყურებს ამ საკითხს ისეთი თვალსაჩინოდან, როგორც არის მაგალითად ოჯახებისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკა და ოჯახებისადმი კეთილგანწყობილი გარემო. ეს არის ისეთი სივრცე, სადაც შეუძლია ადამიანს განვითარდეს, მაგრამ ამავდროულად იზრუნოს საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახზე და სოციუმზე. სწორედ ეს არის გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის ტრანსფორმაციული მმართველობა. როგორც ხედავთ, შესაბამება თავიდან ბოლომდე საქმიანობის არსი რაც არის თქვენი ორგანიზაციის, ია თქვენთან გადმოვალ თუ შეიძლება. რით განსხვავდება ტრანსფორმაციული მმართველობა კონვერციული ტიპის მმართველობისგან და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი კერძო სექტორისთვის? ძალიან კარგი კითხვა, მადლობა ბაკურ. ტრანსფორმაციული მმართველობა, რა თქმა უნდა, ეფუძნება ტრადიციული მმართველობის ჩარჩოს, რომელიც გულისხმობს ეკონომიკურ მიზანზე ორიენტირებულობას, თუმცა მეორეს მხრივ ტრანსფორმაციული მმართველობის პრინციპი არის გაცილებით უფრო ფართე, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური სარგებელი. ეს არის მათ შორის გრძელვადიან პერსპექტივაში სოციალური სარგებელი, რომელსაც ის მოუტანს როგორც თავისი კომპანიის შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს, არამედ სოციუმსაც, ქვეყანას საბოლოო ჯამში. შესაბამისად, მას გააჩნია გაცილებით მაღალი მატერიები, როგორიც არის კეთილსინდისიერება, ეთიკა და ის ცდება საკანონმდებლო ჩარჩოს. რა თქმა უნდა, ყველა ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი თუ საერთაშორისო კანონმდებლობის გათვალისწინება თავის ბიზნეს ოპერაციებში და მასთან შესაბამისობა, მაგრამ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ეთიკა და კეთილსინდისიერება, რომელიც არის გზა იმ მიზნამდე, რომელსაც კომპანია დაისახავს. და თვითონ სიტყვა ტრანსფორმაციაც ამას აღნიშნავს, რომ ცვლილება არის, არა მხოლოდ იმაზე არის ორიენტირი გაკეთებული, რომ ხოდ მოგებანახოს ბიზნესმა, აქ არის ის გათვალისწინებული, რაც ადამიანებს მოუტანს კეთილდღეობას ზოგადად. აი, თქვენი კომპანიის მაგალითზე რო გითხრათ, როგორ შეუძლიათ კომპანიებს უფრო ეფექტურად დაინტეგრირონ ეს პრინციპები მმართველობის ჩარჩოებში და როგორ შეუძლიათ ხელი შეუწყონ გამჭვირვალე და ინკლუზიურ მმართველობას?
პირველ რიგში ალბათ რაიმე რომ დავნერგოთ შინაარსობრივად და სიღრმისეულად უნდა გვესმოდეს მისი სიკეთეები. ეს არის მთავარი. როდესაც ორგანიზაციას აქვს ამბიციური გეგმები, რომ ჭეშმარიტი ღირებულება შექმნას და ის არ ორიენტირდება მხოლოდ და მხოლოდ ფინანსურ სარგებელზე, ალბათ დაწყება აუცილებელია კულტურული ტრანსფორმაციიდან, რომელიც გულისხმობს ღირებულებებზე დაფუძნებული მმართველობითი ჩარჩოს შექმნას. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში სწორედ ასე განვითარდა მოვლენები. კომპანია ორიენტირდება 5 ძირითად ღირებულებაზე და ყველა მისი აქტივობა, ყველა მისი გეგმა სწორედ ამ ღირებულებებიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, მუდმივი კომუნიკაცია და უკავშირი ეს არის უმთავრესი. ასევე უმთავრესი არის კომპანიის ყველა თანამშრომელს, როგორც ხელმძღვანელს, ისე ნებისმიერ თანამშრომელს ესმოდეს და მისთვის ცნობილი იყოს რა არის კომპანიის მისია, რა არის კომპანიის მიზანი. მისი აღსრულება, რა თქმა უნდა, ეფექტური აღსრულება კონკრეტული კომპანიების არჩევანზეც არის დამოკიდებული. ჩვენს შემთხვევაში ეს არის როგორც კვარტალური ბიზნეს დაგეგმარება, შედეგების გაზომვა და რაც მთავარი არის, ნებისმიერი ბიზნეს მიზანი, რომელსაც კომპანია დაისახავს, მას თან სდევს ის არჩევანი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ არა მხოლოდ რა, არამედ როგორ. და შესაბამისად ეს არის მთავარი ასევე რომ ბიზნეს კეთილსინდისიერების პრინციპი იყოს ინტეგრირებული ყველა გადაწყვეტილებაში და რა თქმა უნდა უმაღლესი მენეჯმენტის ჩართულობა და უმაღლესი მენეჯმენტის სამაგალითო ქცევა ამ ყველაფერში, ვინაიდან თუ არ არის უმაღლესი მენეჯმენტი მაგალითი კეთილსინდისიერებისა, ამას ვერ მოითხოვ სხვა დაქვემდებარებული თუ კომპანიის სხვა თანამშრომლებისგან. ძალიან სწორი აქცენტია ჩემი აზრით და კომპანიის ახლა მოდური არის გამოთქვა გენეტიკურ კოდში უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ეს პრინციპები DNS-ში. თქვენთან გადმოვალ მარიამ, თქვენი ორგანიზაციის შეხედულებით როგორ შეუძლიათ ინსტიტუტებს, ორგანიზაციებს გენდერულად მზნობიარე და ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება საკუთარ მმართველობის ჩარჩოში, ამის დაინტეგრირება. ზოგადად ოჯახზე ორიენტირებული გარემო არის ძალიან ფართო ცნება და ეს მოიცავს როგორც პოლიტიკის დონეზე მუშაობას, ასევეც ქცევით ცვლილებასაც, რომელიც უნდა იყოს გამოწვეული როგორც მენეჯმენტში, თქვენ აღნიშნეთ, ასევე თანამშრომლებში. აქ არის საუბარი დედობის, მამობის, მშობლობის შვებულებაზე და რა თქმა უნდა კომპანიებმა ხელი უნდა შეუწყოს თანამშრომლებს, რომ არსებობდეს ზოგადად მსგავსი ტიპის შვებულება და მათ შეძლონ გამოიყენონ ის. მაგრამ ეს ცდება აი ამ საკანონმდებლო ჩარჩოს და აქ შემოდის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის მაგალითად მოქნილი სამუშაო გრაფიკი ქალებისთვის, ბავშვის მოვლის სივრცეები. ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ მაგალითად დეკრეტული შვებულების შემდეგ დაბრუნებული ქალისთვის გარკვეული კვალიფიკაციის ამაღლების კურსების შეთავაზება და ასე შემდეგ. ზოგადად ეს არის გარემო, სადაც ადამიანი იგრძნობს თავს რეალიზებულად პროფესიულ ასპარეზზე, მაგრამ ამავდროულად ის შეძლებს საკუთარი რეპროდუქციული სურვილების მიღწევას. ანუ გააჩინოს იმდენი ბავშვი, რამდენიც უნდა, მაგრამ ამისთვის უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო. ზოგადად ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკა და გარემო ნიშნავს საკმაოდ დიდი ეფექტი აქვს და ეს ცდება ერთ კომპანიას. ეს არის კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ქმნის კულტურას, სადაც მას ყავს უკვე ლოიალური, ძალიან ერთგული თანამშრომელი, რომელიც იზიარებს მის პრინციპებს და შესაბამისად გარკვეულწილად მუშაობს იმისთვის და მოქმედებს იმისთვის, რომ სარგებელი მოუტანოს კომპანიას, მაგრამ ასევე ეს არის უკვე გარემო, სადაც ადამიანი არის თვითრეალიზებული და მას შეუძლია საკუთარ განვითარებაზე ზრუნვა. და ბედნიერი არის როგორც ინდივიდი, ასევე კომპანია, ქვეყანა და საერთოდ და ძალიან დიდი გავლენა აქვს ზოგადად საზოგადოებაზე. ტრანსფორმაციული მმართველობა, ესე თქვენთან გადმოვალ, მოიცავს გაეროს გლობალური შეთანხმების 10-ვე პრინციპს. ჩვენ შევიმუშავეთ თვითშეფასების ინსტრუმენტი, რომელიც ქართულ ენაზეც არის ხელმისაწვდომი, ვებგვერდზეც არის ეს ყველაფერი. ეს დაეხმარება კომპანიებს გაზომონ პროგრესი ტრანსფორმაციული მმართველობის კუთხით.
თქვენი აზრით, რამდენად დაეხმარება ეს თქვენს კომპანიას და რამდენად ზოგადად კერძო სექტორს, რას ფიქრობთ, აი ეს ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ამ შემთხვევაში? ძალიან გამეხარდა, როდესაც გავიგე, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რა თქმა უნდა, დაეხმარება. ვინაიდან ტრანსფორმაციული მართლობის ერთ-ერთი პრინციპი სწორედ ეს არის მუდმივი მონიტორინგი ეფექტურობისა. შესაბამისად, ცხადია, როდესაც იცი რა მიმართულებით გაქვს მეტი სამუშაო, მასზე ორიენტირდები. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ჩვენს შემთხვევაშიც ეს იქნება ძალიან ეფექტური მისი გამოყენება უკვე პრაქტიკაში და ნამდვილად გეგმავთ ამას ვადასტურებ. და ეს თვითონ ინსტრუმენტი რამდენად თუ გქონდათ შესაძლებლობა რომ გენახათ, რამდენად არის მადულად გასაგები თვითონ ფორმატი, რამდენად ხელმისაწვდომი არის და კერძო სექტორისთვის თქვენი აზრით როგორ კარგად არის თუ არა მორგებული თქვა? სამწუხაროდ ბაკურ დეტალურად არ გავცნობილ ვარ თვითონ იმ მეტრიკებს, რომლითაც უნდა შეფასდეს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს გლობალური შეთანხმების საქართველოს წარმომადგენლობასთან და ჩემთვის ცნობილი არის ის დოკუმენტების სახელმძღვანელოები, რომელიც იქმნება როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო დონეზე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან გასაგები იქნება კერძო სექტორისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენც ვეცდებით ყველანაირად და იმისთვის არის ეს თანამშრომლობა, რომ დაგეხმაროთ როგორც თქვენ, ასევე სხვა წევრ კომპანიებს, რომლებიც არიან ჩვენი პარტნიორები, რომელთანაც თითქმის ყოველდღიური თანამშრომლობა გვაქვს. მარიამ, თქვენთან გადმოვალ, ისევ ტრანსფორმაციული მმართველობა მოუწოდეს ორგანიზაციებს გაითვალისწინონ საკუთარი გავლენა საზოგადოებაზე. განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებზე. როგორ ეხმარება თქვენი ორგანიზაცია ყველაფერი ამის განხორციელებაში, პარტნიორებს, ინსტიტუტებს, რომ მათ კორპორაციული პასუხისმგებლობა ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგონ, გაითავისონ, გაისიგრძე განონ, ესე ვთქვათ. გაეროს მოსახლეობის ფონდი არის ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი ტექნიკური ექსპერტიზა. გვაქვს დიდი ინფორმაცია. შესაბამისად, პირველი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის ინფორმაციის გაზიარება. გაზიარება როგორც უმაღლესი მენეჯმენტისთვის, ასევე რიგითი თანამშრომლებისთვის. ჩვენ მუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც არის ცნობიერებაზე ორიენტირებული ცვლილებები და ამიტომ არის რომ ძალიან ბევრ კომპანიასთან, როგორც არის მაგალითად TBC ბანკი, TGETA Motors-ი, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა, როდესაც თანამშრომლებს ვუხსნით საზიანო სოციალურ ნორმებს მაგალითად. საუბრობთ მამობაზე, პასუხისმგებლიან მშობლობაზე. ეს არის სწორედ აი გარემოს დამკვიდრება, სადაც ადამიანი იქნება, ესე ვთქვათ, მყარად ჩამოყალიბებული თავის ღირებულებებში და ის წულს შეიტანს როგორც კომპანიის განვითარებაში, ასევე საკუთარი სოციუმის განვითარებაში. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, როგორიც არის მაგალითად ტექნოლოგიებით ჩადენილი დანაშაული და ვესაუბრებით თანამშრომლებს, ვესაუბრებით საზოგადოებას იმისთვის, რომ დაინერგოს ეს პრინციპები და წარმოდგენები ზოგადად გაცნობიერებული იყოს კარგად თანამშრომლების მხრიდან და მათ შეძლონ პრევენცია უკვე როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ასევე ცოტა უფრო მასშტაბურ დონეზეც. და რამდენად არის აი თქვენი გამოცდილებით ქართული კომპანიებისგან იაც აქ არის ჩვენთან ერთ-ერთი დიდი კომპანიის წარმომადგენელი, მათი მხრიდან რამდენად არის პასუხი, რამდენად მოდიან ამთან, რამდენად ესმით, რატომ არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი და თუ ფიქრობენ, რომ არა მხოლოდ მათი მოგებისთვის არის ეს მნიშვნელოვანი, არამედ ზოგადად რაც ვახსენეთ ამ ჩვენი საუბრების ფარგლებში. ხო, ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ პოზიტიური გამოხმაურება თამამად შემიძლია ვთქვა. ნამდვილად ესმით ის, რომ ეს არის ეკონომიკური ფაქტორიც და მომგებიანი მათთვის როგორც კომპანიისთვის პირველ რიგში, იმისთვის, რომ მათ ყავთ ღირებულებებით გამსჭვალული, პასუხისმგებლიანი და ლოიალური თანამშრომლები. მაგრამ ასევე კომპანიები ითვალისწინებენ, რა გავლენა აქვს აი ამ ფაქტორს საზოგადოებაზე. და ეს არის სწორად კომპანიის მხრიდან უკვე გაცემა, დაბრუნება იმ სიკეთის, რომელსაც ის იღებს საზოგადოებიდან უკან ხალხისთვის, რათა შექმნას შესაბამისი გარემო. დიდი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის, ძალიან საინტერესოდ შევარჩიეთ მე მგონი თემა და კიდევ გავაგრძელებთ თანამშრომლობას როგორც კერძო სექტორთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ საერთო მიზნების მისაღწევად. დიდი მადლობა.